აი, ვენერა, სილამაზის ხალი ღმერთი. ეს რამხელა ნახატი, მეგონა პატარა იყო და ძალიან დიდი ნახატი არის. ამიტომ უნდა აიღო რუკა და უნდა წამოხვიდე ახ შემთხვევით იმნაირი ადგილზე მოვხდი, რომ მეჩვენები არ შეიძლება. ყველგან სადაც არ უნდა მოხვიდეთ, მზად უნდა იყოთ, რომ რიგში დგომა მოგიწევთ. გამარჯობა მეგობრებო. ეს გეგმაში მაქვს მოვიარო მუზეუმები, ეკლესიები, რაც არის სანახავი პარიზში ყველაფერი და თქვენს გაჩვენებთ რისი ნახვა შეიძლება. ბევრი რაღაც მაქვს გეგმაში და თქვენს დაგათვალიერებებთ ყველაფერს. ახლა არ ვიცი რითი წავალ და მაგასაც გაჩვენებთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და წავედით ახლა. მოპედის ქირაობა მინდოდა, მაგრამ ვერ გავაკეთე. საქართველოს ვერ დავერეგისტრირე, მისამართები ყველაფერი ჩავწერე, მაგრამ აბა საქართველოზე არ რეგისტრირდება. არა და სკუტერით ყველგან ვიქნებოდი ძალიან მალე რა. აღწავალ ისევ მეტროთი ან რავი ავტობუსით, რამეს ვიზამ. დავედი. გზის ძებნაში აღმოჩნდი აი აქ ლუი ვიტონის შენობასთან, მეტროც აქვე არის. მოვედი. ყველაფერი სწორად წერია, თუ მიყვებით ნიშნებს, მოგიყვანს პირდაპირ აქ. რთული არაფერი არ არის. ცოტა დაკვირვება უნდა და ყველაფერი იქნება. ამხელა რიგია, რო იცოდეთ, არ ვიცი რას ვიზამ. ძალიან დიდი რიგი არის. ჯერ რიგში უნდა ვიდგე ბილეთის საკიდლად. მერე რიგში უნდა ვიდგე შესასვლელად. ლუვრი თავდაპირველად მე-12 საუკუნეში აიგო ციხესიმაგრედ. მაგრამ მოგვიანებით ფრანგმა მეფეებმა სამეფოს სასახლედ გადააკეთეს. 1993 წელს რევოლუციის დროს ლუვრი ოფიციალურად გახდა მუზეუმი. რა უნდა ვნახოთ ლუვრში? ძალიან ბევრი ექსპონატი არის, ყველა ძალიან კარგი არის, მაგრამ ყველაზე პოპულარული არის მონა ლიზა, რომელსაც ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. კიდევ არის ვენერა მილოსელი, რომელიც უძველესი ბერძნული ქანდაკება არის, კიდევ არის 64-ის კარიბჭე, რომელზეც გამოსახული არის ჯოჯოხეთის სცენები. აი, ეგ მაინტერესებს, მონა ლიზაც მაინტერესებს, ვეცდები რომ მოვძებნო ეგ სამი ექსპონატი. ძალიან დიდი ტერიტორიაა მუზეუმი, 73,000 კვადრატული მეტრი არის. ახ დავდივარ ვეძებ მონა ლიზას. ამ ძებნაში რაღაცებს მივაგენ. აი, ძველებური ბულბულატორი. ბრინჯაოსია და აუ აქედან პირდაპირ 6 კაცი ეწეოდა ერთდროს. არავის მოუწოდებ მოწევისკენ, სიგარეტის მოწევაც კლავს, დანარჩენი სიხო კლავს და კლავს. აქ რომ მოდიხარ, მუზეუმში ვიზიტი უნდა დაგეგმო რა. იმხელარი უნდა დაგეგმო, რომელი ექსპონატების ნახვა გინდა და ისე უნდა წამოხვიდე. ხალხმრავლობისთვის კიდე მზად უნდა იყო ყოველთვის. აი, ვენერა, სილამაზის ხალი ღმერთი. ვიპოვე. ყველაზე მეტი ტურისტი იმ ექსპონატებთან არის, რომლებიც პოპულარული არის. კინოებში მაქვს ნანახი და სხვადასხვა გადაცემებში. და ახლა მის გვერდით რო ვდგავარ, რაღაცნაირი შეგრძნება არის. ისე ბევრი მხატვარის შთაგონების წყაროც არის. აქსის ახლა და ხატავს. ზევსი, ოლიმპოს ღვთისმბრძანებელი. ეს არის ათენას ქანდაკება.
ბავშვობის ოცნება ავისრულე. ძალიან სხვანაირი არის, კამერაში სხვანაირი არის, რეალობაში სულ სხვანაირია. მაინც მახე მონალიზა იმ ხელა რიგში ვიდექი და მახე. ვენერაც ვნახე იქ, ეს მონალიზა ვნახე, ახლა იმ კარებს მოვძებნი, ჯოჯოხეთის კარიბჭეო თუ რაღაც. მონალიზა შესრულებულია. ახლოდან სულ სხვანაირი არის, ვიდეოებში რომ ვნახულობ და სურათებში მსუქანი ჩანს. რეალობაში ძალიან სუსტია. ეს რამხელა ნახატი, მეგონა პატარა იყო და ძალიან დიდი ნახატი არის. მონალიზასაც მეგონა, აი ეს მთელ კედელზე არის. მეფეები მაგარ პონჩი იყვნენ. მეფეებს მანქანები არ ეყოლებოდათ, არა, რითი დადიოდნენ, აბა, მანქანები თუ არ ყავდათ, რითი დადიოდნენ ამხელა ადგილებში ცხენებით ალბათ ძალიან დიდი არის. ჯერ 13 წარ მინახია. თავარი რაც იყო, იმგენის სანახავად დავდივარ და რა უნდა გაითვალისწინოთ აქ მოსვლისას. საჭმელი უნდა წამოიღოთ სახლიდან, წყალი ვეჭველი, წყალი მაქვს. თავიდანვე აირჩიეთ ლოკაციები, სადაც აპირებთ ისვლას და თქვენ რაც მოგწონთ, იმის ნახვა რომ მოასწროთ. ან დილას მოდით ძალიან ადრე, ან საღამოს. გვიან, ხალხი იყოს ცოტა. ამიტომ უნდა აიღო რუკა და უნდა წამოხვიდე ახ შემთხვევით იმნაირი ადგილზე მოვხდი, რომ მეჩვენები არ შეიძლება. ამდენი ბრილიანტები არის აქ მეფის გვირგვინი. ამხელა ბრილიანტებს რეალურ ცხოვრებაში მე მგონი ვეღარასდროს ვერ ვნახავ, თუ მუზეუმში არა. იმედია გასვლაზეც რიგი არ არის. ყველაფერი არის შეგიძლიათ. გასასვლელს ვეძებდით და მაკდონალდს მოვადეთ. შეგიძლიათ ახლა ყველაზე იაფად მაკდონალდში შეიძლება წამოს. აქ ყველაფერს თუ ფასი არ გამერია, მაკდონალდში ერთი და იგივე ფასია. რაც არის გარეთ, გასვლის დროს გიტყუებენ რაღაცეებით. ყველაფერი არის, პატარა ქალაქი არის შეგიძლიათ. რო გამოდიხარ ლუვრიდან, აქ არის ბაღი, რომელიც არის ცნობილი მისი მწვანე სკამებით. ძალიან ლამაზი ადგილი არის, შეგიძლიათ წამოხვიდეთ ლუვრიდან რო გამოყვათ. მაზი ბაღი არის, ეიფელის კოშკიც მოჩანს აქედან. ხა წავიდეთ და იმ მწვანე სკამები ვნახოთ და ფანტანი. მწვანე სკამები წლამის ნაწილი უფრო არის, ვიდრე რაღაც. მაგრამ ხედი კარგი არის ეიფელზე. აქ საიბნობა თუ გინდათ, ადგილი კარგი არის სასაიბნოდ. მაგრამ ზაფხულში იქნება კარგი, სითბორო იქნება, თუ არა ახლა ძალიან სიცივე არის. всё, როგორც იქნა წავედი ლუვრიდან. ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი. ლუვრიდან რო გამოდიხარ, მეორე მხარეს არის ბაღი, სადაც არის ფანტანი, მწვანე სკამები და ეიფელის კოშკი ჩანს. ძალიან კარგი სანახავი არის, გირჩევთ რომ მოხვიდეთ. აქედან მივდივართ ნოტრ-დამში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. აქედან არის 1,5 კილომეტრში დაახლოებით. წავედით. ღვთისმშობლის ტაძარში მივდიოდი და გამოჩდი მონიე დე პარიზთან. ამ ადგილზე 864 წლიდან ამზადებენ მონეტებს. მუზეუმი არის და თუ მოვასწარი, აქაც შევალ. ჯერ წავალ ღვთისმშობლის ტაძარში. Allez Sacha! Attends, filmez! Yo!
ყველგან რიგებია. ხელა რიგია შესვლაზე მოსვლა ნახეთ. ყველგან სადაც არ უნდა მოხვიდეთ, მზად უნდა იყოთ, რომ რიგში დგომა მოგიწევთ. აქ ინახება ღვთისმშობლის ეკლესიის გვირგვინი. ძალიან შთამბეჭდავი არის, შიგნიდან გარედანაც ძალიან მაგარი არის. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1163 წელს. თითქმის 200 წელი მიდიოდა მისი მშენებლობა. შუა საუკუნეებში ისეთი არქიტექტურა იყო, რომ ყველა ფიქრობდა, ეშმაკთან დადებული გარიგების შედეგი იყო. 2019 წლის 15 აპრილს სოფლიო გაუგდა, როცა ეს ტაძარი დაიწვა. საბედნიეროდ ბევრი ისტორიული სიწმინდე გადარჩა. ფრანგული რევოლუციის დროს ძალიან დაზიანდა ეს ტაძარი. შემოიჭრნენ ტაძარში და გაანადგურეს ცოტა ხანში ნაპოლეონმა თავის იმპერატორული გვირგვინი დაადგა ამ ადგილს, რითაც ვატიკანს ძალაუფლება წაართვა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საუკუნეების რევოლუციებს და ხანძრებს გადაურჩა და ბევრ დარბევას გადაურჩა. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ? ეხლა მიმდინარეობს რესტავრაცია. უნდა შეუნარჩუნდეს თუ არა ძველებური იერსახე? თუ რაღაც თანამედროვე დეტალები უნდა დაამატონ? ჩემი აზრით უნდა შეუნარჩუნდეს ყველაფერი ძველებური როგორც არის. ძალიან კარგი გამოვიდა, არ ველოდებოდი. ისეთი აურა არის შიგნით და თან ამას რო ემატება ესმერალდას და კვაზიმოდოს ისტორია, ძალიან რაღაცნაირი შეგრძნება არის. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო. აბა გამოწერეს გარეშე და ლაიქის გარეშე ყველა ხო არ დავდივარ აქანა. გამოიწერეთ არხი. ახლა შევბეროთ სხვაგან. ლამაზ-ლამაზი ქუჩები არის და მანქანებზე უფრო მეტი ველოსიპედები და სკუტერები დადის ელექტროები. უცებ შეიცვალა სიტუაცია, დალევა, ესეთი მაღაზიები. რამდენი ვიარეთ და მაინც მოვედით მულენ რუშს. თუ სწორად ვამბობ, არ ვიცი. ამათი მთავარი სანახაობა იყო კანკანი, რომელიც თავის დროზე სკანდალურად მიიჩნეოდა. ახლა კანკანი გია და სკანდალური აღარაფერი აღარ არის. ძალიან დიდი ის მოხდა, აი იმ ადგილიდან ამ ადგილში, უკვე აქ იგრძნობა, ხალხი ნასვამი არის, უკვე 125 წელზე მეტი არის, რომ მულენ რუჟი არსებობს. და ეს ადგილი იქცა პარიზის ღამის ცხოვრების სიმბოლოდ. თუ მოხდებით პარიზში, ეს ადგილი უცილებლად უნდა ნახოთ ერთხელ მაინც. და ეს ქუჩა მთლიანად. და სავარაუდოდ დღეს ბოლო ლოკაცია, იმიტომ თან დავიღალეთ. ტრიუმფალური თაღი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონუმენტი პარიზში, ელისეის ბაღების ბოლოში, შარლ დე გოლის მოედანზე მდებარეობს. 1806 წელს დაავალა ნაპოლეონმა, რომ აეშენებიათ ეს თაღი, რომ ემჩნო ყველასთვის, როგორი იყო მისი ჯარები, ყველაზე მაგარი და დიდებული. თუმცა ამის მშენებლობა 30 წელი გაგრძელდა და საბოლოოდ 1836 წელს ნაპოლეონის გარდაცვალების შემდეგ დამთავრდა. დღეს ქვემოთ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში გარდაიცვალა. ტრიუმფალური თაღი არის სიმბოლო საფრანგეთის სიძლიერის. აქ მუდმივად ანთია ცეცხლი, რომელიც ომის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება. ასეთი გამოვიდა დღევანდელი პარიზის სანახაობების დღე, რაც მოვასწარით ეს იყო ერთ დღეში. დაგეგმილი თუ გაქვს ყველაფერი, უფრო კარგად მოასწრებ, თანდათან მოვიფიქრე ყველაფერი სად უნდა მივსულიყავი, რა უნდა გამეკეთებია. მადლობა რომ მიყურებთ,
გამოიწერეთ ჩემი არხი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.